Privetებს, როგორ ახართ? როგორ ბრძანდებით? რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი? ჩვენსკენ მარტო ინტერნეტი გვაქვს და ტელევიზია არ არის. რა ხდება არ ვიცი. დავრეკავთ თქვა და ვიღა დავრეგეთ. რო გავიგოთ რომ საძმოა. Wi-Fi არის. ტელეფონებში ჩვეულებად შეგდოთ და ტელევიზია არ არის. დილას შევედი ხარა გამოვაძვრე იმ ტელევიზიის პატარა თეთრ რესივერს, ხარა შავ რესივერს. შეუერთე გამოვარტე გიორგის ოვნები კარგად არ არის შეერთებული წკაპანი ახლა რო შეუერთე ახლა გაკეთდა და მეთქი. ჩავტევი არაფერი კიდე. ხარა გამოვაძვრე ხან გადავტვირთე ხან გადმოვტვირთე. მოგესალმებით. რა გითხები ის რა არის? არ მინდა მარა დავუტოვე მაინც. მე რა მინდა? ეაიც. სუპერნა. ეს ზედო მოდგებოდა. შეიძლება ის გასწევიან. კოკა-კოლა მჟავე. მაგარი. ჟავია. არა მჟავე. რაღაც მჟავეში გადადის. ეთყობა ეს აი ეს არის. ჟავე. ეს ლიმონი იქნება. ნუ კოკა-კოლა და ლიმონი. ეს არის კოკა-კოლა, ეს არის ლიმონი, მე რა ვიცი ალბათ. რომელია კოკა-კოლა? თითქოს კოკა-კოლა ასხიაო შიგნით. ნახევარზე. კაი კი არია. კოლას გიმუარა აქ. მჟავე ისინი მიყვარს მე რა ქვია. ჟელიბონი ბძანიან. ესეთი წამჟაულო. ჟავე გემორო აქ. როგორ ხართ ხალხო რა შვებით თქვენ? ახლა თქვენთან ახალი. ჩვენსკენ მეუყვები. ჰა? ჩვენთან ტელევიზია რა გვაქვს დილას ეჯაჯგურა. რამდენიმე ჯაჯგური ხალხო. გაფთიში გამოვთიშე. ესეც თურმე მე მაიმუნებოდა. არ არისო ინტერნეტი თუ არ იყო, Wi-Fi თუ არ იყო, ის არ არისო. ინტერნეტი თუ არ არის, Wi-Fi არ არის თქო. თუ მაიმუნობდა რა. მატყუებდა. მე გავედი ჩემ ბიძაშვილებთან და კაცუნახე არც იქ არ არის. მე დედა ჩემ მოვიდა. წასული იყო თავი დაქართან. ყავაზე აიშრიალა. ხო და და კალოჩკებში და და ის არის აქვია. მოვიდა იმანაც თქვა არც იქ არ არის ტელევიზია. ახლა კოლა გაუტანეთ ესეთი. ცოტა გაუტანეთ ყელზე და ვადგება მეთქი გაუტანე გიორგი თქვა და არ მინდაო. ესეც ხარიბოა? ხო. უერთელი აუსტრია. ხარიბო არ არის? ხო, ხარიბოა. ეს საქართველოს არიბოა. აქუნა იზეროს ავსტრიას ეს. არ წერია? ის ყოლეს არ წერია. ჰა? უკრაინულადაც აწერია, ქართულადაც აწერია. აი ავსტრია, აგერაი. ავსტრია. აი აგერ უკრაინულში აწერია. უკრაინულად აწერია. მე მგონი რაღაცა ისეს ჩანს უკრაინულის ვიცი. უკრაინულს ახლა კი იმას იზავ რუსული როცა იცი. კი მივხვდები. ცოტას მაინც.
ხო, ხანდახან რუსული ისინია. წააგავს. აი, ასოები ნახე. სად იყო? აი ესა. ნუ, აი, ძალიან- ასოები როგორაა. ძალიან დავინახე ახლა მან. ინჩი-ბინჩი ვერ დავინახე. კაინული ასოები. ვერ ავხედავ შვილო. ხედავ რიცხვები ასოები გეწერია და რომელი ასოებია ისიც არ ვერ ვხედავ. სათვალის გარეშე. სათვალის გარეშე ვერაფერს ვერ ვხედავ. შეფუთვა შეიცავს 20 პორციას. 20 წელია. 20 პორციას რომ მე რა ვიცი. კვებითი ღირებულება. ქართულადაც წერია. აჟივნისტ. ქართულადაც წერია კი. სომხურს ასე არავინ ვერაფერი დეფანაია ქვია ესე. წესით გერმანულადაც უნდა იწეროს და რატომ არა წერია? რა პონტია ვერ გავიგე? ფალსიფიცირებული ხო შემოაქვთ. არ შეიცავს მავნე ფერებსო. ვა. დავიჯერო? ჰა? კაფე დავიჯეროთ? კოკა-კოლები ახატია. ესე იგი, ის ახატია რისიც არის, რისი გემოთიც არის. ხო. ის მატლების გემოთი იყო გუში. მართლები ახატია მე რა ვიცი. Kids and grow ups love it so. წესით მაჩუნა ეწეროს აქ. იცით რომ შავე შეიძლება ვიყიდო. სად არის არ არქუთა? ხო იყო. ძელები. როგორ არის რა ვიცი აღარ აჩვენს. ალბათ ყველგან დევსა, უკან ან წინ რა ვიცი. ნახავთ, ვიპოვით. ამას აქ ცოტა მჟავე გემო. აი ამ ადგილს. აი გემოსტოვებს პესში. კი. ჰარიბო ჩემი სიყვარულია. ეს არის ჩემი საყვარელი განყოფილება. საქართველოში ვითხოვთ ჰარიბოს მაღაზიას. სტარბაქსი კი გაგვიხსნეს და. გმოს განეჟღოფილ. ჰარიბო ყოფილა გმოს გარეშე. ეს არის გასაზიარებელი, საზიარო ისა რა ქვია შეფუთვა. უშტია. გასაზიარებელი სხვასაც რო გაუზიარო. გუშინ რო იყო ისინი, ის არის პოკეტი. საშუალო. და უფრო პატარაც არის. ხოცა უნდა ჩამოიშა. ის არა. პოკეტი საშუალოა, პოკეტი კოკა-კოლას გემოადო, სულ არა აქ ახლა მას კოკა-კოლის სიმჯავე. ჰეპი კოლაო და ჰეპი კოლა კი არა, მჟავე კოლა ეწეროს. კოლა არა ისე კიდე რა ქვია ნანულა. აღარ არის წყალი. არიდე. კიდე ჩამოდენება. ჰა. კიდე ჩამოდენება. აი ხალხო. TikTok-ში ნახეთ. არა, იმ დღესაც ინტერნეტში ზოგადად იმაში ვნახეთ. ქალი ეძებს ადრეც იყო. მაჩვენებდა. ქალი ეძებს შვილს 12 წელი. დაიკარგა სად გიორგი? იმაზე ლომისობა ბაზე იყვნენ წასული ლომისას ეკლესია სადაც არის. სადაც მიდიან ხოლმე. 3 საათზე დაიკარგა ბავშვი. ღამე რა უნდათ ლომისა. ღამე 3 საათზე არა გაცუ. ხო! ღამე იყო გიორგი რომ ჩამოვიდნენ და წავიდნენ იქიდან. 3 საათზე რა უნდა ლომისაზე? ღამე იყო, ღამე. რა უნდა 3 საათზე ლომისაზე? ეთქობა დააღამდათ იქ და ღამე ჩამოვიდნენ ლომისაზე. და წერან ვისედო გიო? ფოქსი ელენი რკოროა, ხო იცით ხალხო? ხო, ელენიკოს. ეგ ხო ის არის რა ქვია იმას. ეგ არის გრაფიკული დიზაინერი ხალხო. ხო. ფოტოშოპის ზეპირათიცის. ხო. ჯერ ხალხო
ხამის 3 საათზე ბავშვი დაჯდაო იმაზე რა ქვია 17 წლის იყო მაშინ და ეხლა დაახლოებით ეხლა 30 წლისები კი იქნებიან იქ მიცი. კი 14 ადამიანი 2014 წელს მოხდა ხალხო ის ყველაფერი თმები რანაირად ამაკ რა უბედურება არის 14 წელია ხალხო 2014 12 წელია და ხო 12 წელია დაკარგული ეძებს მშობელი თუ უფრო მეტი მე მგონი არა 12 და წარმოგიდგენია ბავშვი 2024-იდან დაიკარგა 2014 და სურათში არის როგორ აი ვერ მიაკვლიეს ბავშვი სად არის არ ვიცი არიციან სად არის 18 წელი გამოდის ახლა დაკარგული 12 აღარა 12 წელია ვიკაცო ხანმოწყო მაშინ ის ძველი იყო და 12 წელი იმიტომ იმას აშვებოდა რა ქვია და ახლა 18 წელი გამოდის ახლა აღარა ჩვენე ის ძველი იყო რომ ამოგვიგდო ხო 12 წელი თუ ხო 12 წელი თქვათ ხო კიდე 12 იყოს რა მიშურება 2024 2014 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 26 მოიცადე 2014 2015 2016 2017 2018 ხო ეს 5 წელი 5 წელი 2019 2020 2021 2022 2023 ეს 10 წელი 2023 ხო? არ ვიცი რა თქვი. თავიდან დავიწყებ ერთი წუთით ხალხო 2014 2015 2016 2017 2018 ეს 5 წელი 2019 2020 2021 2022 2023 2024 2025 2026 18 წელი გამოდის 30 წლის იქნება. დაახლოებით 30-31 წლის უნდა იყოს წესით ახლა. მე მგონი. გონი თუ არ ვწდები. ხო, დაკარგული. წარმოგიდგენიათ. და ფორსი ელენიკოს ედო? ფოქსი ელენიკოს. ხო, ედო როგორ? მოკლული ეგ ბავშვი. ვიდეო ერთი წუთი ვიდეო. ხო, მიდი შენ. სურათი დიაჩვენა. ერთი სურათი აჩვენა, რომელშიც ბევრები არიან ერთად, ეტყობოდა იმ სურათს, იმ ფოტოს ეტყობოდა, რომ თაში ეგენი არ იყვნენ, იმიტომ რომ ლამპიონები შუქი ჩანდა და ის ბიჭი არ ამგონია იქ აღარ იყო უკვე იმ სურათში, თავიდან მოაჩვენა, სურათში არ იყო ის ბიჭი. მერე მეორე სურათი კიდევ. რა ვიცი მე, თაში არ ამგონია ლომი იქ იმ სიმაღლეზე რომ ის იყოს. მათ ნამყოფი ვარ მეც. ჩვენც ნამყოფები ვიყავით. მაგ ადგილას უბრალოდ ნამყოფები ვართ ლომისას ეკლესიაზე რომ შევარ ნამყოფი პატარაობაში. კარგად ვიცი რომ ისინი არ უნდა იყოს მათ წესით. თაზე ლამპიონები არ არის მანდა. თაში რა ლამპიონები არ არის ხო? ხო. მე მეორე ფოტო აჩვენა რომ ის არის რა ქვია. ეს ბიჭი ხო არიან ეს ხალხი. ბავშვები ხო არიან გადაღებული. ამ ბიჭის თავი უჭირავს ვიღაცას ხელებით. ასე უჭირავს, ასე. თმებით. ასე ჩაკიდებული ხელი. აუ. ასე აქ აი ოდნავა აქ. ოდნავა ასე. ასე აქ ოდნავა იაწევდა თვალები დახუჭული. და ამ ბიჭს აქვს თვალები დახუჭული. და იძახია რომ ტელეფონში იყურებოდაო და რომელ ტელეფონში იყურებოდა, რომელიც წაღებული არ აქონდა, თავისი დედა ამბობს ზუსტად და ტელეფონი არ წაუღიაო. ტელეფონი მანდ იყო სახლში. ხო. მამისთან ჰქონდა ტელეფონი. მამიდამისთან დასთან დატოვა ტელეფონი, მამიდასთან იყო ჩაზო. დარჩა ტელეფონი, ხო. არ ქონდა წაღებული, დედა იძახის თვითონ. ქალი იძახის თვითონ, ხო? და იძახიან ტელეფონი ათხოვა, ვიღაცამ ათხოვა ტელეფონიო და ვინ ათხოვა ტელეფონი? არიციან, არ ვიცით ვინ ათხოვა ტელეფონიო. როგორ თუ ტელეფონი რომელიღაცა ბავშვმა თუ ათხოვა, რომელიმე როგორ თუ არ იცის. აი მაგალითად ვიღაცა უათხოვე ტელეფონი წლების წინ, ხო? როგორ არ ვიცი ვის ათხოვე, ხო? რა სკლეროზი აქვს? და
ზოგი კიდე იმას იძახის რომ ჩამოიარაო ზღვასთან კი არა და ქვაზე ჩამოჯდაო აი ქვაზე თქვა ჩამოჯდა ხალხო სინამდვილეში იმ ქვაზეც არის ქვაზეც არისო არზის თქვა ჩამოჯდა ქვაზე და ამდენი ხალხი ყავს და ჩაბარებული ყავს ის ერთადერთი კაცი იყო იქ და მძღოლი კაცი იყო მძღოლი იყო კიდე არა და მძღოლი იყო კიდე ხო ჩაბარებული ყავს ის ადამიანი ხო ის ბავშვი გინდა და ვინც გინდა იყოს როგორ უნდა დატოვო ის ბავშვი და შენ წამოხვიდე და ის ბავშვი შეიძლება როგორ უჭირს იმ ბავშვს იმ ადგილზე რომ ჩამოჯდა შეიძლება ცუდად გა მარტო მაგ კაცს კი არ ვამტყუნებ მე თვითონ იქ ბავშვები ვინც იყვნენ როგორ რომელიმე მაინც არ დარჩა ხო რომელიმე არ უთხრა აბა რაშვები როგორ ხარ რატო დაჯექი მანდ და ჯერ ესეთი 17 წლის მოზარდი ბავშვი არ არის რომ ხევში დაჯდეს ქვაზე არა დაჯდა გიორგი ჩამოჯდა და ჩამოჯდა ხო დაისვენა ხო რატომ მიატოვე ღამის 3 საათზე ღამე იყო ღამე 3 საათზე ხო 3 საათზე იყო და მე იმ კაცს ხო თქვი ქალი რო ლაპარაკობდა ხან იმას იძახის იჯდაო ხან იმას იძახის არ იჯდაო და თურმე იმას ამბობს ვინცაც აყავდა ესენი და ვინც დაიყვანა იმ ექსკურსიაზე იქა აი მაგ ლომისაზე შეიძლება ლომისის დღე არ იყო და არა იყო ლომისობა იყო მაშინ ხო ძალიან ბევრი ხალხი იყო რაფერ ადამიანი ყავს ჩაბარებული შენ და პირადად შენ მიყავს რაფერ დატოვე ის ბავშვი იქ და ნუ თუ მძღოლმაც როგორ თუ არ მოიკითხა ის ბავშვი რო ერთი რო არ ყავდა მე თბილისში გაახსენდათ წამოვიდნენ და კიდე იმას რო იძახიან ისაო ფეხით წამოვიდოდა თბილისში დუშეთიდან ხალხი დუშეთია თუ რომელი კუთხეა თიულეთი დუშეთია მე თიულეთია რაღაცა ის არის ხო და ნუ თუ იქიდან როგორ წამოვიდა აქამდე იმიდან თბილისში ჩამოვიდა ფეხით და არა და მარშრუტკა იქ ყავდათ მარშრუტკა იქ ყავდათ ხო სამარშრუტო ტაქსი გვევიდყავდათ ელოდებოდ იქვე როგორ თუ ფეხით როგორ წამოვიდა თვითონ მარტო თბილისში და 2014 წლიდან 26-მდე ვერ ჩამოვიდოდა მაგდენი დრო დაჭირდა დავიჯერო და იმაში რა ქვია იმ სურათში აშკარად ჩანს რომ ის ტელეფონით არ იყურებოდა ღამე იყო მით უმეტეს და სახეცხოვ განათებული იქნებოდა ტელეფონით ხო ტელეფონი შუქი მაინც იქნებოდა შუქი სხვანაირი შუქი იქნებოდა ტელეფონში ხო აშკარად ეთყობა რომ ის არის გარდაცვლილი რა ვიღაცა მოკლა უეჭველი და გადააგდო ხევში გადაიღეს ეს მკვდართან სურათი გადაიღეს სურათი ეჭვი რო არ ყოფილიყო ხო იქ იყო ხო გადააგდეს მერე შეიძლება იმ ნომისაზეც არა იყვანეს და იქვე გადავარდა და მიატოვეს დატოვეს რას გაიგებ ხო ჩააგდეს სადღაც შეიძლება ის რა ქვია რო ადიოდნენ ზევით ფეხ დაუწდა დაარტყა თავი წაიცა დაარტყა თავი კეტები ეცვა შეიძლება დაუსრიალა ფეხი დაარტყა თავი რო არ იმას აქნა რა ქვია ზექნად ეჭვი აეღოთ მე იმას აქნეს დატოვეს გადაიღეს სურათი ღამე გვიან ღამე და ის არის რა ქვია გადააგდეს მერე ხო და ის რო ყავდათ მიყვანილი რა ქვია ისა რა ქვია ხალხო ციმიტია რო თუ იცით ნათელმხილველია ის არის მე მგონი ეზოთერიკოსია ხო მის იქ იყო მიყვანილი მე ზუსტად მაგ ადგილას სადაც ეგ მეწყერი იყო მაგ ადგილასაც ხო იყო მან არ მომდის ისაო რა ქვია არა მოდის მეწყესთან კი მოდის მაგრამ იმ ადგილზე იმ ქვასთან არ მომდის ქვასთან არ არის არ იჯდაო იძახიან აი ქვასთან არანაირი ის არ მომდისო მოდის ხევში რაღაცა ეთყობა იმ ხევში გადააგდეს რომ მოკვდა და მეწყერი წამოვიდა და იმ მეწყერში მოყვა მკვდარი და იმ რაღაცა ჭასთან მივიდა და იქაც რაღაცა ენერგიები მომდისო ხო ადამიანური ენერგიები მომდისო რაღაცა რა ვიცი მეც ვერ გავიგე ხალხურ პრინციპში და ის ვინც იყო ვისაც ყავდათ ეს ბავშვები ჩაბარებული ბავშვები იძახის თურმე დედას ეუნება გამოჩნდებაო გამოჩნდება ცემით მოკლაო გამოჩნდებაო მოვაო და ცემით მოკლაო
რას ქვია მოკლავ? ჯერ სადა? ჯერ ესეთი ამ ამიდასაც რო წაუგრძელებია ეგენა და გალიჯო ისენა მართლა. თლა ის არის რა ქვია. არაო, ოჯახის წევრი არ იზამს, როგორ თუ არ იზამს. რას ქვია, ჩემი ძმისშვილი რა უყავი, ჩაბარებული ხო ყავდა? ჩაგაბარე ბავში, გაგატანე, რა უყავი, საწაიყვანე, ხო? უნდა უთხრას. ძმისშვილი იყო, ის ხო არ იყო ვიღაცა წიწილა და რაღაცა, ან ინდაური და ან რაღაცა. ჩაგაბარე, საწაიყვანე, ხო? ბავში ჩაგაბარე მით უმეტეს. ხო. ჯერ ესეთი რო იმასაკენი გაატანე ვიღაცას ეს ბავში ხო წაყოლოდი შენც. ჩაგაბარე ბავში, ჩაგაბარა მშობელმა ბავში რაღაც მოყავს. რაღაც მითხავს ატანს ყვას. მშობელმა კი არ ჩააბარა, უბრალოდ წამოვიდა ის ბავშვი მამიდასთან იყო და მამიდასთან წამოვიდა, ჩაბარებული ხო იყო მერე. ამ შოლობა აქ. იმ მშობელმა ხო გამოუშვა. და ეძებს ამდენი წელი დედა და ვერ იპოვა. ამდენი წელი დედა ეძებს. ვერც ძვალი იპოვა, ვერც ადამიანი. იმას უფლებასაც არ აძლევენ, რომ ის რა ქვია, შეიყვანოს. რა ქვია მაგას? ტექნიკა იმის, რაც თხრის ხოლმე რა. რა ქვია, ხალხო, ბულდოზერი თუ რა ქვია? ხო. ექსკავატორი თუ რაღაცა. ხო, ის რა ქვია, მეწყერი გათხაროს. დამეწყრილი ადგილი გათხაროს რა, ან ძვლები მაინც იპოვოს და დნმ-ს გააკეთებს და იპოვის რომ ნამდვილად გაიგებს რომ ჩემი შვილია და იმას იზავს რა ქვია, აღარ ინერვიულებს მაინც ესე ძალიან. დააწყდა ნერვები მართლა, დააწყდება ნერვები ადამიანს. ქალი იძახის რომ რაში მოიხსენიო მკვდრებში თუ ცოცხლებში არ ვიციო. იმის მაინც ეცოდინება რომ თავის შვილი გარდაცვლილია და საფლავი მაინც იქნება იმას მაინც ჩაფლავს. თან იმას ეუნებიან, მოვაო შენი შვილიო და ცემით მოუკლაო. აბა წარმოგიდგენია, მე ახლა დღეს რო ის სურათი ვნახე, მე ეს სურათი რეალური არ არის. ის არ არის ის არა ქვია. იმას ნამდვილი სურათი არის, მაგრამ ტელეფონი არ უჭირავს იმას. ბავშვს არ უჭირავს ტელეფონი. ხო, არა. აშკარაა რომ გარდა ის არის რა ქვია, მოკლეს და გადააგდეს და იმას აკეთეს რა ქვია. ის კაცი არის ყველაფრის თავი და თა. ეს გამოძიებაც არაფერს არ იმას ეშვება რა ქვია. აკეთებს. ისევე ხალხმა უნდა გამოიძიოს თუ რა უბედურება რისთვის არიან კაცო? საერთოდ რისთვის არსებობს სამართალთან დამცავი და გამოძიების ორგანოები? ვისაც ეხება? რისთვის არსებობს? არ იძიებენ, ეგეთი რაღაცები თუ გამოიძიეს, თუ არ გამოიძიეს, აბა რაღა უნდა გამოიძიო. რისთვის არიან? რა უდანაშაულო ხალხს იჭერენ, ის არის მარტო გამოსავალ. ეგენი უდანაშაულო ხალხს იჭერენ და ისაო რა ქვია, სკროლის კომისია შევქმენითო. როგორ სკროლ? სკროლის კომისიაო, ვინმეს კომენტარში თუ იმას დაუწე რა ქვია. ცუც TikTok-ში ან Facebook-ში დაგიჭერენ ან 5000 ლარიან ჯარიმას გადაგახტევინებენ. ფულის შოვნა რო უნდათ. არა, უბრალოდ არ შეიძლება. რაც საჭიროა იმას კი არ იძიებენ კაცო. ამდენი წელი ადამიანი, წიწილა ხო არ იყო, ადამიანი იყო, ადამიანი. ბავშვი. ეხლა იმას რამხელა მომავალი უნდა ქონოს. შე კიდე ზოგს კიდე ახლა შვილები ეყოლება იმას. ხო, რანაირად როგორ უნდა დაიძინო ადამიანმა როგორ უნდა დაიძინო რომ შენ გვერდში ვიღაცა იყო და დამალო ესეთი რაღაცა. ვინმე მაინც თუ არ გინდა რომ საჯაროდ იმას აქნა რა ქვია, გაიგონ შენი სახელი, ანონიმურად მაინც გაუგზავნე, ხო? ხო, რაღაცა. თუ ვინმე გემუქრება. თუ გემუქრება ის ვიღაცა კაცი, ხო? ვიღაცა კაცი თუ გემუქრება, ვინც ყავდა, ვისაც ყავდა წაყვანილი. თუ გემუქრება, ხო? ანონიმურად გაგზავნე და უთხარი. თქვი, რომ იმ ქალმაც გაიგოს, ის არა ქვია, თავის შვილის ადგილს ამყოფელი. თუ ცოცხალია კიდე იპოვოს სადმე. და თუ მკვდარია ისიც ნახოს და დაისაჯოს ერთხელ და სამუდამოდ
ეს კაცი რომ ვიღაცა სხვაც არ გაამწაროს. იმას ხო შვილები ცხოვრობს იმ კაცს. იმის ტოლიშვილი ყოლია. იმ ბიჭის ტოლი. თავი შვილიც იკაყოვია ხო? ხო. თავისი შვილი მეგობრები ყოფილან თურმე ესა ეს ბიჭი და ისინი და მეზობლები წაუყვანია კიდე. ხო. მეზობლები იქვე რა, კარგად ყოფილან ერთმანეთში ეს ბავშვები და 14 ადამიანი. 14 ადამიანი, 14 ბავშვი. ძღოლი და ეს კაცი იყო კიდე. როგორ უნდა ისუნთქო, ან როგორ უნდა, აი ახლა გეფიცების რო გახსენია ეს ისა. კამფეტი ხო? დეჩიმ ხო სახში იყო. აი ასე მეგონა რაღაცა აი ამდენი ხანი როგორ ვერ აღევეაჭკო და აი რაღაცა შეგრძნება მქონდა ეგეთი. არ უყარს დეჩემს ეგეთი რაღაცები ვერ აღეჭავდა არ მინდა. ვერ ვღეჭავ კბილები რო არა აქვს. ხო. დიაღა უყარს, მარა კბილები როცა არ აქვს, ჩეთდები. ხო და ის არის. მაგრამ აი დაუტოვეთ და ჭამეთ ხო. როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა? როგორ უნდა დაიძინო ღამე რომ შენ აი ესეთი რაღაცა გააქვს? გაკეთებული რა სიკვდილია შემოსული. კრაზანა რამხელი. სად არის კრაზა? აი გავიდა. გავიდა? ეგ მაგხელა რაღაცა რო იყო, როგორ გაფრინდა. ეგ კრაზანა იყო? ხო. რა კრაზანა იყო ამ რაიდი რა არის? დრაკონი იყო თუ კრაზა. ხო. რა არის ადამიანო, მე არ ვიცი. როგორ ადამიანი რანაირად უნდა იყო ესე? როგორ უნდა დაიძინო ღამე და როგორ უნდა გაიყვანო იმ ბავშვის წოდვით? ჰა? და იმ დედის წოდვით რა დღეშია ის ქალი? თან ერთი შვილი ყავდა, მგონი აღარც. ერთი ხო. ამდენი ხანი შვილს ეძებს. ტაძარში მიდის ის ადამიანი, მიდის ტაძარში და ლოცულობს რა, მკვდარზე ილოცოს. მკვდრებში მომიხსენიო, ცოცხლებში მომიხსენიო თუ რა გავაკეთო არ ვიციო. ვინმე მაინც დამეხმაროსო რომ გავთხარო და ჩემი შვილის ძვლები მაინც ვიპოვო. არა, ციმიტი ამაც ხო უთხრა რომ მკვდარიაო. ციმიტი ამას თქვა, აშკარად მკვდარია ეტყობოდა იმას. ხო. ვიღაცები იყვნენ რომ ამ კიდე ვიღაცა იყო და ვიღაცამ გააკეთა. ვიღაცას ვხედავ. ემას ვხედავ რომ ფეხი დაუცდაო რა. ფეხი დაუცდაო და იმას აკნა. ეთქობა აღარ მიაქციეს ყურადღება. გადააგდეს და შეიძლება იქაც ჩავარდა. იქ არ ჩავარდა, მაგრამ ის არის რა ქვია. ფეხი დაუცდა დაეცა დაბლა და არტყა თავი მოკვდა და გადააგდეს. ჩააგდეს სადაც მეწყერი. მეწყერი სადაც იყო, რომ მე თქვათ რო ეპოვათ მეწყერის ის იქნებოდა უბედური შემთხვევა უბრალოდ. უბედურ შემთხვევად იმას ისავდნენ. ტექნიკის შეყვანის უფლებას არ აძლევენ, რომ გათხაროს ის ადგილი. ძველი ხო იქნება მაინც. ჯერ ძვლები იქნება კი. ამდენი წელია გიორგი სამარხებს რომ მოშვები ძვლები ამოახვდა რა. ძვლები ამოახვდა. ხო, ძვალი არის კაცო, ძვალი რჩება. და დეინებს მაინც გააკეთებს რომ გაიგოს თავის შვილი ცოცხლის არის და მკვდარია თუ რა არის. ხო უნდა გაიგოს. საფლავიც არ აქვს იმ საწოდო ადამიანს. როგორ იმაში არის რა ქვია. აბა. და საფლავთან ვერ მიდის თავის შვილის საფლავთან. ვაიმე არ ვიცი რა ჭკუაზე დგას კიდე ის ადამიანი. გუშინ ნანუკას ვიდეოც ისიც რო იყო რა ქვია, გადაცემაც რო უყურე. მეორე ქალიც რო ამბობდა. ეკლესიის იმიდან რა ქვია. მონასტრიდან დაიკარგა ბავშვიო. ჩემი შვილიო. ის სადღაც წავიდა. მან კიდე სადმე ვინმე ხوار გაიტაცა ეს ისა და არც ამბობენ ესენი. სადმე ხوار გაიტაცა და გაყიდა კაცმა ის ბავშვი რაც გაიგებ.
რა ბავშვი გაყიდა და სხვა არა. შეიძლება ეს გაყიდა, რაც გაიგებ, რა ვიცი მე. არა, მკვდარი იყო გიორგი და აშკარად ემჩნეოდა იმ სურათს რა. არ ვიცი რა უნდა ქნას მაგ ქალმა და როგორ უნდა მოიქცეს არ ვიცი. ის კაცი ხან იმას ამბობს, იქ იჯდაო, ხან იმას ამბობს, არ იჯდაო. ხან იმას ამბობს, რა ჩამოსულაზე ვიდანო. ისიც არის ის პრინციპში სად იყო რა. პრინციპში სად იყოს, პრინციპში ის არის საერთოდ თუ წაიყვანა. რო არ წაიყვანა გიორგის სურათში რანაირად იქნებოდა. იქნებოდა მკვდარი გადაუღეს რა. ფეხით წამოვიდა. იქიდან ფეხით წამოვიდა. ფეხით წამოვიდაო, იქიდან თბილისამდეო. არა და მარშრუტი იქ თუ სიკარგე გინდა და თუ მარშრუტი რაც იც მოვედი იმით იწავარ თუ ნორმალური აზროვნების, მაგრამ ძალიან ნორმალური ბავშვი იყო ის, იმას რა ეტყობოდა ციგიშის. ჩვენ რო ექსკურსიაზე წავიდით სკოლიდან მაშინ. ავტობუსი იქ იყო და იქიდან, რა ქვია, ქართლიდან რატო წამოვიდოდი ფეხით. ეს არის სისულელე. ცხოველმა წაყვანილი ხავს, უნდა მოიკითხო. რო ერთი გვაკლია. რატო არავინ აბრუნდა იქო და მოეძებნა. ან დარჩენილიყო ვიღაცა მაინც რომ იმას აქნა რა ქვია. იქნება და ცუდად იყო. მაღალი მთა არის იქ მაინც და მაღალ მთაზე ზოგადად ის ცუდად ხდება ხოლმე. ის სუზემოთ ჩვენ არა ვართ ნაყოფი ქომოთი ტაძარში. ქომოთი ქვედა ტაძარში ხო? ხო, ზევით არა ვსურვართ ჩვენ. ზოგი ავიდნენ, ვიღაცები ხო ავიდნენ. ჩვენ პირადად მე არა ვსურვარ, იმიტომ რომ თან გიორგიც პატარა იყო, მაშინ პატარა კი არ იყო, მაგრამ იყო მაგრამ კარგად მახსოვს ის დღე, ძალიან პატარა არ ვიყავი. ხო, არა. პირველ კლასში იქნებდი. სკოლაში დავდიოდი. კი მახსოვს, მაგრამ იზევით არა ვსურვართ. დაბლა ვართ ნაყოფი. ხო და ზემოთ რო გაიხედავდი იქ ლამპიონი არაფერი არ იყო. რანაირად იყო ლამპიონი? იმ კლდეზე ლამპიონს ვინ მაშინ არ იყო და ეხლა თუ გააკეთეს ეგ არ ვიცი. არა კაცო. 14 წლის 2014-ში და მაშინ არ იქნებოდა. მაშინდელი სურათი იყო ისა და აშკარად ემჩნეოდა რომ ლამპიონები იყო შუქი. უკან იმ სურათებში, ხო, უკან შუქი. ჩანდა? ხო. შუქების ნათება. ის ბავშვს აშკარად მოახლოვებული იყო ის ფოტო, ხო? მოახლოვებული არ იყო? აი, უფრო მოიყვანე ახლოს ის ფოტო და იმას ავქენი რა ქვია. თმებში ხელი ქონდა. თმებში ქონდა ხელი ჩადებული. ღმერთო, აი ჯვარი დაგწეროს დედეუფალმა. თან თავი ესე აქვს. ესე აქვს თავი გადაწეული უკან. ხო, თითქოს მოტეხილი კისერი რომ მოტეხილია ადამიანს და ესე აქვს გადაწეული. აუ! მკვდარი იყო რა, თვალები დახუჭული. და ვითომ ტელეფონში იყო. ტელეფონში იყო ვიღაცა მათხოვა თუ პრომე. და ვინ ათხოვა ის არიციან. მაშინ 2014 წელს თქვენს გეცოდინებათ ალბათ მთელი ტელევიზიები მაგაზე ლაპარაკობდა. აი ბომბივით გასკდა ეგ ამბავი. ციმიტიაც ხომ მიიყვანეს. ციმიტიაც მიიყვანეს. აგერ ქალი იძახის თვითონ რომ ის არის რა ქვია. წყალს ხედავ. წყალს ხედავ, ხო. ფეხის დაც იმას ხედავ, დაცემას ხედავ დაბლავ. და იმას, რა ქვია. ხელში ჩავარდნას. ცუდი პიროვნება არ იყო ეს. ხო. ძალიან კეთილი, ნორმალური. ესე იგი ზოგი ის ლაპარაკობს რომ ის გამოიყვანეს ამათმა რა ქვია. ხო, დაუცდა ფეხი, ხო, დაუცდა. დაუცდა და ელემენტარული.
მკვდარს რაღაც ტოვებს შეუპატრონო. სულ რომ დაგეჭირა მკვდარი, როგორ უნდა დაიძინო იმ ბავშვის, წოდით რომ სამარეც არ აქვს. როგორ უნდა დაიძინო? მან არ დაიძინა სამუდამოდ. იმათ მან დაიძინა სამუდამოდ იქ წავიდა. ეგრე უნდა ჩავარდეს ისიც. ეგრე უნდა დაემართოს მაგასაც. საფლავიც არ აქვს აბსოლუტურად ბავშვს სად არის დამოკიდებული. სად არის ღმერთმა მაინც. იმ კაცს უნდა დაემართოს მასე. რო არ იმართებათ ეგ არის აქ. არ ვიცი რა, მე ძალიან მიყვარს. შეიძლება მოკლა კიდეც და იმას აქ რა ქვია. არა, დაუცდა. ჩააგდო. შეიძლება მოკლით არ მოკლა გიორგი არაფერი, დაუცდა ფეხი, შიშისგან უკვე დაბნეულები რო იყვნენ, რა გაეკეთებინათ? რა გააკეთეს და რა ქნეს. ამ ბავშვებს უთხრა, რომ ცოდეთ თუ წვენათ არ მოიქცევით და არ უთხრათ არავის, თორე სულ ყველას დაგხოცავთო, შეიძლება უთხრა. შეიძლება დაემუქრა. ხო, დაემუქრა რაღაცით, ციხეში დაგიჭერენ ასე ისევ და დაუცდა ფეხი, სურათი გადაიღეს თვითონ. ხო, ბევრი სურათი, ბევრები ერთად, თვითონ ცოცხალია, რომ ეჭვი არავის აიღო რა. ხო. და დარჩა იმაში ხევში დატოვეს, სადაც დაუცდა ფეხი, კაკრას იმ ხევში დილით ადრე ის წამოვიდა მეწყერი, წვიმა იყო, წამოვიდა. ნაწვიმი იყო მაშინ. ხო, მეწყერი წამოვიდა, აი დაირია, გვამი დაირია, აილეწა, მოილეწა. ვითომ მეწყერში წავიდა რა, სადაზის თვითონ და შეიძლება იმ ქვაზეც რო დაჯდა, ქვაზე რო დაჯდა, წამოდგომისას ნაწვიმი რო იყო, აუსრიალა ფეხი და გადავარდა. და იმას აქ რა ქვია, რაღაცა იმას შეჭამა ნადირმა. არა, ნადირის შეჭმული არ არისო ეს. მეწყერში მოვალ ახლა ვიდე. მეწყერში არ მიჩვენებსო იმასო, არა იქალა. აკეთ ქვასთანო. წყალს ხედავ. რა გაიგო? არ ვიცი, ვერ გაიგებ რა მოხდა პრინციპში. იქნება გახსნან ეს საქმე და ვინ არის დავნაშავი და რა მოუვიდა ამ ბიჭს თქვან ბოლო, ხო იქნება ვინმე გახსნას მაინც. არანდა საქმე დახურული არ არის. გახსნელია კიდე.
საათი გავთიშე ხალხო. მოსულა დროჟი დაისადი. მაგიდან საათს ნახავ რომელი საათია თქო და გავთიშე. ხო და ეგრე რა ვიცი მე. ხალხო აი როგორ რანაირად საცოდავის ბავშვიც ადამიანი ახლა დიდია. აი ძალიან მოქმედებს ჩემზე ესეთი რაღაცეები რა. ძალიან ხა უკვე დიდი იქნება რა თქმა უნდა. საცოდავი ადამიანი, აი ეს როგორ უნდა გაიმეტო ადამიანი, ა? ხო, დაუცდა ფეხი. ეგ გუგოს თქმის არ იყოს. ეგ უკვე დაანებეთ მაგას თავი ჯანდაბას. იმ იმის ელენიკოს თქმის არ იყოს. როგორ თუ არავინ ერთი ადამიანი მაინც არ გამოჩნდა იქიდან 14-დან. რა შვები დედა? აიცა ისა მე თმა ქონდა ლოყაზე და რა გქონდა მომაჯგრიჯე თმა არ იყო მოგლეჯინი. ლევი ლოყაზე. გამაწიჭკნე რა შვები შენც კიდე ამაწიჭკნე ბაკები. ლევი ლოყაზე ქონდა და მე მეგონა ლოყაზე იყო. რა გეგონა ხო უნდა იკითხო ლოყაზე მაგ თუ არა. ამაწიჭკნე რა შვები. დამკაჭათ მე და არა მაწიჭკნა. მე თქვი ელენიკოს მაგივრად. ხო ელენიკოს თქვის არ იყოს. ერთი თუ ვერავინ ვერ გამოჯა იმ 14-დან. რომ ანონიმურად მაინც მიაწოდოს ამას ამ ქალს ინფორმაცია. რაღაცა თავისი შვილზე რა მოხდა იქ. იმათმა იციან რა თქმა უნდა რა მოხდა. ხო რა, როგორ იციან? ვარ იცოდნენ რანაირაზე იქნებიან თუ მათ. ხო მართლა იმაზე გამახსენდა. კითხვა დამისვა ერთმა გამომწერმა რომ ბერლინში იმაზე ლგბტ პრაიდზე ვიღაცა რო შევარდა არ შეხვდა იმაში ვიღაცა შევარდა იმაში ღონისძიებაზე და მანქანა იმითი მიკროავტობუსით ხო და ერთი არის გარდაცვლილი მე მგონი თუ არ ვწდები ერთი გარდაცვლილი და დანარჩენები დაშავებულია თუ და ისაო რა ქვია კითხა რამე ხო არ გაგიგიევდა დღეს დილას ვნახე რომ ისაო პოლიციამ იმას აქნაო რა ქვია გაანეიტრალო მოკლავ ის თურმე ყოფილი ებრაელი კი არა და გერმანელი არ ყოფილა ის ყოფილა რა ქვია სირიელი ტერორისტი არაბი ტერორისტი ხალხო აი მე რა ვიცი მე რა ხდება ხალხო შევარდა მანქანითო და ხალხი ერთი მოკლავ გადაუარა ეთყობაზე მე სულ დაგიჟდა ღმერთო ჩემო გაგიჟდა ეს ხალხი ყველგან რატო გაგიჟდნენ დედამიწა მე ტყუის კი არ ვამბობ ხალხო დედამიწა არის ერთი დიდი საგიჟეთი ტყუილს არ ვამბობ და ქვეყნები არის ფილიალები საგიჟეთის ფილიალები რა ტყუილს კი არ ვამბობ და მოკლა იმანო რა ქვია პოლიციამ ძალიან კარგად ოღონდ იარაღით არ უნდა მოეკლა მანქანით უნდა გადაივლო ზედ ძალიან კარგად ან ის ხალხი რას უშავებდა რო შევარდა ვიღაცა გიჟები დადიან ხალხო სამყაროში და გიჟი რო ქუჩაში დადის მაგისგან რამე უნდა გაგიკვირდეს გამორიცხულია გიჟები დადიან და ტერორისტებისგან კიდე ნამდვილად არაფერი არის უკვე გასაკვირი და იცი რა მაინტერესებს კიდე ყველა ტერორისტი არაბი რატო არის რა მაგათ სისხლში აქვს ეს ტერორიზმი თუ რა უბედურება არის შენ რო უყურებთ ისინი არაბები არიან ირანელები ეგენიც არანაკლები ტერორისტები არიან ტერორიზმს უჭერენ პირიქით ეგენი ხარს არ ვიცი რა
არ ვიცი რეები ხდება ხალხმა რა ვიცი გავგიჯდი რა უკვე ინტერნეტში შესვლა აღარ მინდა რა ნეტ ამდენებზე რა ვიცი ხალხი ამბობს რომ ძალიან ცუდი ამბებია ამ დენის გადას დენზე რა ვიცი მე ნეტ რა იქნება ვერ გავიგე რა რა არის ამ ნაირი რა ამბებია ვერ გავიგე ესენი კიდე ხმას არ იღებენ და მე მგონია რომ სპეციალურად არის რაღაცა მოწყობილი იმიტომ რომ ზედიზე ესე 2 დღე თუ გაფუჭებულია ხო თუ გაფუჭებულია და იმას აკნა ესე როგორ აღდგა ერთიანად ეს 2 დღე ზედიზე 2 დღე გაიჭია მარტო თავი ბოლო ოთხში და 25-ში ხო და როგორ იმას აკნა ესე მალე გააკეთეს დავიჯერო მე მგონი რაღაცა სპეციალურად არის გათიშული რაღაცა თითქოს ეგეთი ის მასაშვება რა ქვია ის გამომაქვს თითქოს მომიშუშა ეს ივან აქვი ბეტადინ ხო ხო და ეგრეა ჩემო ძვირფასი რა ვიცი ყველაფერი უყურმართ აღარ მიგვირს იკაცი რატო ამბობს რომ გამოჩდება და ცემით მოკლავ გამოჩდება თან როგორ გამოჩდება სად გამოჩდება ამდენი წელი თუ არ გამოჩნდა ხო სად არის მაგრამ რაღაცა იცის და იმიტომ იძახის მაგას თორე რაღაცა იცის მკვდარია ცოცხალია სადმე ამ კაცმა თვითონ სადმე წაიყვანა და დაკეტა სადმე წაიყვანა ამ კაცმა ცოცხალია მართლა მოკვდა როგორც ამბობენ როგორც დასკვნა გამოვიტანეთ აქედან სურათიდან მართლა მკვდარია თუ ამ კაცმა საყავს სადმე წაყვანილი აბა მაშ თუ მკვდარია რატო თქვა რომ გამოჩდება და იმას ვიზაო რა ქვია ცემით მოკლავ რომ გამოჩდება თუ მკვდარია მართლა მკვდარია აი რას ლაპარაკობს თვითონაც არ იცის ეს ადამიანი შიშისგან უკვე იზააგ გაბერვები არ ვიცი ვერ გავიგე ვერაფერი გავიგე თვითონ ამ ქალმა ვერ გაიგო თვითონ ბიჭის დედამ და მეც ვერ გავიგე თვითონ რას ბოდავს და რას ბოდიალობენ და რას შვებიან არ ვიცი ახლა დავდივარ ეს უაჩო დაირახა სინამდვილეში მკვდარს აკავს მკვდარია აი მკვდარი ან მკვდარი და ან კიდე ადამიანს რო რაღაცას იმას ისა რო ქვია შეასუნთქებ და გათიშავ ისე არის ზუსტად გათიშული არ ვიცი ვერ გავიგე ვერაფერი არა ამან რაღაცა იცის ამ კაცმა უეჭველი ისე ახლა მართლა ცოცხალი რო აღმოჩნდეს და რა კარგი იქნება დაუბრუნდეს თავის დედას ეგ მართლა კარგი იქნება არ ვიცი სიმიტიამ თქვა რომ ისაო რა ქვია ცუდი პროგნოზები მაქვს და არ ვიცი ვერ გავიგე ვერაფერი გავიგე ხალხო და არ მოვიდა ტელევიზია ესე იგი უნდა შეგეშინდე შვილი რო ექსკურსიაზე გაუშვა ვინმე ან მკვდარი არ მოგიყვანოს ან სადმე არ დაიკარგოს ჯანდაბას მკვდარი მაინც მიიყვანათ ხო თუ იცოდინებოდა თავის შვილი მკვდარი იყო თუ ცოცხალი
რა ვიცი ვერ გავიგე ვერაფერი. ძალიან უსამართლობა კი არის და იმიტომ რომ ვინც საჭიროა და ვინც ეს საქმე უნდა გამოიძიოს ის არ იძიებს. აი და დახურული არ აქვს საქმე. კიდევ გახსნილია. არ ძიებინდა რა დახურული. მე გახსნილი აქვს საქმე, ხო უნდა გამოიძიო. აინტერესებს. რა ვიცი ეს პოლიციელები კი ვარავსკოის სიმღერებზე იღებენ ტიკტოკებს და რაზე? ვარავსკოის სიმღერებზე. ვარავსკოი. რუსული ქურთული სიმღერები როა. ქურდი კაცის ბედიო თუ რაღაცა დოლია ვარავსკაიაო თუ რაღაცა სიმღერა როა იგეთ მსგავს სიმღერებზე. ქართული ცხოვ არის ასეთია ქურდი კაცის ბედი. შკოდებით რომ დაგრიალებენ თან და თან ვიდეო პოლიციელი რო იმას მოусმენს რა ქვია ქურდულ სიმღერას. ბრავო, მაგარი პოლიციელები ყოს ხალხო რა, მაგრები არიან. ბრავო. ეგ ხო ჯანდავას, მაგრამ ენ პატარა ხლაპ ბავშვებზე მეშლება ნერვები, რა ეს სიმღერებს დებენ იმებში რა ქვია, TikTok-ში. ეგეთი სიმღერებს, რუსულ ქურდულ სიმღერებს. გოგოებიც და ბიჭებიც. რომ სურათები რო ჩაცუცქული აქვს და ის არის რა ქვია, ქურდებივით რო არიან ღმერთო ჩემო. გავთანაბრდეთო რომ იტყოდნენ ხოლმე, იტყვია ხოლმე. ჯავიცუცქოთ. არ ვიცი, ყველამ კი გააფრინა და ბავშვმაც, დიდმაც, კალმაც, კაცმაც, ყველამ გააფრინა. აღარაფერი, აღარავინ აღარავის აღარა გავს, ადამიანს აღარა გავს. ხალხი უკვე. აი ზოგი სხვათა შორის ის რა არის? ისეთ რაღაცას იტყვის ზოგი. რომ მგონია რომ რობოტი ლაპარაკობს და რობოტს ვილაპარაკები. ჩაპროგრამებული რაღაცა რა, ჩაპროგრამებული რო აქვს ტვინში. ისე ერთმა კი დაგვიწერა დიდის დაწერა. ამ ხალხთან კამათს მე კამათში აღარ შევდივარო ხალხთან. კამათში მართლა არ უნდა ეკამათო ამათ. ქართველების დიდი ნაწილის პრობლემა ის არის, რომ ჭკუავთ ძალიან მოკლე. რა გავაკეთო? ბოდიში ამ სიტყვაზე, მაგრამ ჭკუავთ ძალიან მოკლე. არხის ამათთან კამათი არც აღის. მართლა არც უნდა მეკამათა მაგასთან. უნდა დამებლოკა და იქ იყო. დამთავრდა მაგითი. არც უნდა ეკამოთო მაგათ. ერთმა კიდე დაწერა ნეტა შევარდნაძე და აბრუნა ისევე. რატო? მე არ ვიცი. კარგი დრო იყო შევარდნაძეში. აი გაიდე დრო იყო დენი რო არ ქონდა. წყალი არ ქონდა, ჯერ წყალი არა გვაქახან და რა დრო იყო, ან ის დრო. მოცა შევარდნაძის დრო რანაირად იყო კარგი. მე არ ვიცი. აი მაშინ იყო ზუსტად რო დანებით რო დარბოდნენ და იარაღებით. აი მაშინ იყო ეგ დრო ზუსტად ქუჩაში. ხვირთო ჩემო
მიზევოთ გიოდეთ. მეგრევე რო რაღაცას ეთქვი განსხვავებულ აზრს დააფიქსირებ, მეგრევე ნაცი ხარ. ნაც მოგაკერებენ ეგრევე. არავის მხარეზე არა ვარ, მე ვარ სიკეთის. მაგრამ რაც ის არის, რა ქვია, არ ვარგო და კი ბატონო, ნაცის არ ვარგო და კოცის არ ვარგა, მაგრამ წესრიგი იყო ქვეყანაში. წესრიგი იყო, იმიტომ რომ არც იარაღი აღარ ჰქონდათ სახლებში და ვერც იარაღებით ვეღარ დარბოდნენ. ეგ იყო ზუსტად. და გინდა გიჟი დაუძახეთ იმას, კაცს. და გინდა კრიმინალი და გინდა რაც დაუძახეთ ის. მაგრამ ადამიანის თქმის არ იყოს. რაც იყო წესრიგი ჰქონდა. მე რა ვიცი. რა ვიცი, მე მაშინაც ძალიან მშვენივრად ვიყავი და სხვისი არ ვიცი. მე არც ნაცი ვარ, არც კუცი ვარ, არც არაფერი. ვართ სიკეთის მხარეზე და ნორმალური მხარეზე. რა? იცი რა არის? ნაცი ახლა აღარ არის უკვე იმაში, რა ქვია. ნაცი და კოცი აღარ გაირჩევა, იმიტომ რომ პარლამენტი რო კითხო ის არის, რა ქვია, მოიშორეს ნაცები, მაგრამ პარლამენტი ნაცებით გაუსეს. და ყველა ერთუჯრედიანი ზის იქ. და მათ შორის ხალხიც დაპროგრამებული ყავთ უკვე ხალხიც. არ გვინდა პოლიტიკაზე ლაპარაკი მიჯავრება, გიორგი არ მინდა და მანები თავი ნერვები მაწყობ. და კოცობა ძალიან ტიხავს დღეს. გინდა ნაცი დამიძახეთ ახლა და გინდა რაც გინდა ის თქვით. ნაცი არა ვართ, არც ნაცი ვართ, არც კუცი ვართ, მაგრამ სიკეთის მხარეზე ვართ. არ გვინდა არც ერთი და არც მეორე. მოვიდეს ნორმალური პარტიები. რომ ნორმალურად იცი რა მინდა რომ მოვიდეს ერთი დღეც რომ ერთი დღე ისეთი დადგეს საქართველოში, რომ ვიღაცა მოვიდეს ისეთი პარტია, რომ ემათ საერთოდ ამათ თავრობას ბებსაც, ხო? რაც ოპოზიცია ვარგას პრინციპში არის პოზიცია. ხო, არც ერთი იმსახურებს მოსვლას. ისეთი მოვიდეს, რომ ემათ თხო გააგდებდეს ქვეყნიდან, გააძევებდეს საერთოდ. და ამათ მომხრეებსაც თან გააყოლებდეს. დაგვანებონ ჩვენ თავი და გვაცხოვრონ ნორმალურად. 7 ცხოვრების უფლება მოგწენ. ადამიანი რო თუჯარედიანი იქნები და იმას ვერ მიხვდები, შენი ქვეყნისთვის ვინ არის კარგი და ვინ არის ცუდი, მალადეც. მალადეც ძალიან, მალადეც ეს რანაირი თქმა იყო, მალადეც. აი მაგალითად თხევანდელ იმაში რა ქვია ფოქსი ელენიკო ყველა იმას თავის აზრს და თავის იმას აფიქსირებს აბსოლუტურად ყველა თემაზე. გონი დღეს საქართველოში ერთადერთი ბლოგერია ვინც მართლა აფიქსირებს იმას რა ქვია თავის აზრს. და მაგ გოგოს ძალიან ვაფასებ მე. და ბევრს ეგ არ მოსწონს, მაგრამ მაინც არ ჭუნდება. მაინც იმას არ შვება, რა ქვია. აფიქსირებს თავის აზრს. უნდა დააფიქსირო. უნდა დააფიქსირო, რა თქმა უნდა, ხმამაღლა უნდა დააფიქსირო. არ უნდა შეგაშინოს ვიღაცას ისა რა ქვია, რაღაცა ქმედებება. უნდა დააფიქსირო, ღიად უნდა დააფიქსირო შენი ქვეყნის საქმე, ისა რა ქვია, ქვეყანას რაც შეეხება. თუ ქვეყანა გიყვარს და თუ მართლა უსამშობლო არ ახარ. სირაქნევას პოზიცია არ უნდა გქონდეს.
ახლა მშობლებს აქვთ კიდე საყიდელი ისინი, რა ქვია, ფორმები. პოლიესტერი თუ რა? პოლიესტერით უნდა გააკეთო. აი ამით, აი ამ ნაჭრით. ამ ნაჭრით ოღონდ უფრო სკელი უნდა იყოს. წარმოგიდგენი მაგაში ზამთარში არ შეცილდება ბავშვებს. ამაში? არა, ის უფრო სკელი იქნება. ეს თხელი არის, აი ხანი კი არა და ხანი გასდის. ეს თხელი არის ცოტა. რა მნიშვნელობა აქვს ის არის, ეს ჩახუთული ის არის და ეს კი არ შეიძლება, არ ვარ და კანისთვის. მაგრამ სხვათა შორის დღესდღეობით რაც იყიდება, ხო, მეტწილად არის პოლიესტერი. 100%-ით მამბა არ ამგონია რომ რომელიმე მაინც იყოს. თან თურმე პოლიესტერიდან, რასაც მე უყურე და იმას ავქენი პოლიესტერს როგორ აკეთებენ ხალხო. ეცა დედა. იმისგან. ორი. ის არის რა ქვია. პლასმასის ასეთ ბოთლებს, აი. ასეთი ბოთლებს. რომ ჩვენ ვაგდებთ ასეთ ბოთლებს, აი. ჩვენ რომ ყრით და იმას ავშვებით. რა ქვია. გადაამუშავებენ ამას, ამ ბოთლებს. მე გააკეთებენ ნაჭერს, და ამ ნაჭრისგან იკერება განსაცმელი მაისური ის რა ქვია. ამას. შორტი, შარვალი, რა ვიცი, ყველაფერი, ხო? მაგისგან იკერება. და ჩვენ მგონია მე ის გვაცვია რა ქვია. კარგი ისა. ხარისხი. თან ფასი რამ ხელა? მე ფასები რამ ხელა აქვს? უკვე უნდა იყიდო, არა? ხო, იყიდიან ახლა. შეიკერება, ჩინეთში იკერება უნდა. შეიკერება, ჩამოვა და იყიდიან ხალხი. მაღაზიებში იქნება ალბათ. მაღაზიებში არ ამგონია ალბათ ის არის რა ქვია. სკოლები იმას იცავს. თან დაჟემელი ის დაგჭირდება რა ქვია, სკოლის ლოგო. ხო. პიჯაკებით თუ არ დასვეს პარლამენტარებებით ბავშვები, ისე არ შეიძლება. შარვალ კოსტუმებით. მე ადრე იყო შარვალ კოსტუმი. რა არის მე სულელია? მას თუ ის იქნება, ხო, რა ქვია. მთლიანად ყველასთვის უნდა იყოს, მარტო მე-6-მდე კი არა. ხო, სულ უნდა იყოს. ყველასთვის და დაჟე მასწავლებელსაც უნდა ჰქონდეს დრესკოდი. კი. რომ მასწავლებლურად ჩაიცვას. ზოგი რომ იმები დადის, რა ქვია, პოლიზე მაკიაჟებით და იმებით, რა ქვია, მაღალგუძლებით სკოლაში. გეგონება რესტორანში მიდიოდნენ. ეგრე უნდა იყოს, მასწავლებელსაც დრესკოდი უნდა ჰქონდეს. უნდა შეეფერებოდეს მასწავლებლობა. მართალია. მოსწავლეს მოსწავლობა უნდა იტყობოდეს, მასწავლებელს მასწავლებლობა. საჭიროა იქ. იმიტომ რომ დღეს ვერ გაიგებ რომელია მოსწავლე და რომელია მასწავლებელი. თორე ფორმა კი ჩაიცვან, მაგრამ ნორმალური ნაჭრისგან შეუგერონ მაინც. იმიტომ რომ საყვალგარეთ ფორმები არის. ევროპის ბევრ სკოლაშია სხვათა შორის ფორმები.
ამერიკის სკოლებშია? თურქეთის სკოლებშია კიდე, თურქეთის სკოლაში ვისაც ვიათ ფორმები. თორე. მაგრამ შეუკეროთ წესიერი იმეებით, რომ ბავშვი არ მოიგულდოს. ზამთარში რაღაცნაირად აიტან, რომ სითბოს შეინარჩუნებს, მაგრამ ზაფხულში დღეს ეშლეფი საინტერესო სერიაა და ტელევიზია არ აქვს. ნეტა არ მოვიდა. რა დარეკვა უნდა? ხალხო წავედი ახლა და გემშრობებით. ეხლა კარგად ხავით ხალხო რაღაცა. აქანა რომ გამოვალ ძილი მეკიდება რა ამბავია, თვალს ვიღებ თუ რა ხდება. სახლისას. აბა ხედა აბა ხო. სარეცხი მაგასაფენი ახლა ხალხო და მიშარვალი უნდა გავიხადო შავი გუდე. ეცაძე ყოფილვართ. აბა ხედა აბა ხო, კარგად იყავით, მაგრად იყავით. ჯიგრად იყავით. დიდი მადლობა ყურებისათვის, მოსმენითათვის და ყველაფრისთვის. კარგად. აბა ხედა გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე ეს რა არის, რა წითელი მაქვს? რა წითელი ვარ დღეს რა ხდება? ფილტრი არის ჩართული რაღაცა თუ რა ხდება? წითელი ვარ სახეზე? არა. აბა აკრაზე მე. აი ახანეთ გაწდი. აი ეს უწითელი ვარ ასე ახლა ამ ადგილას. აბა ჰე, კარგად. აი